თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის ეპიზოდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სხდომები ნაწილობრივ დაიხურა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამო მიიღო, რასაც გრიფით საიდუმლო ადევს. ასევე დღევანდელ სხდომაზე გახარიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯება, რის შემდეგაც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე ბრალად ორ პირზე მეტის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არ არსებობს ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც დაადასტურებდა საქმეში, რომ გიორგი გახარიამ ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება გასწია. ჩვენ დღეს, რა თქმა უნდა, დავაყენებთ შუამდგომობას სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ასევე წარმოუდგინეთ სასამართლოს დაპირებისამებრ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ ფორმით ადასტურებს, რომ გიორგი გახარიას არალეტალური ტყვიების, რეზინის ტყვიების სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუწია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას რაც შეეხება დიახ, იქ რა თქმა უნდა დადგინდა დარღვევები, თუმცა არც ერთ შემთხვევაში მიზეზ შედეგობრივი კავშირი გიორგი გახარიას კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არ არსებობს.